დილამშვიდობისა დღეს 3 თებერვალია დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. ელისაბედ დაბულაძე და რეგინე მსიწველიძე გაუძღვებით დღევანდელ გადაცემას. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. მოგესალმებით ყველას, მადლობა რომ გვიყურებთ და გილოცავთ ყველას წმინდა მაქსიმე აღმსარებლისა და წმინდა კალისტრატე პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ხსენების დღეს, რომელსაც დღეს აღასრულებს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია. ახლა საეკლესიო კალენდრის დრო არის ჩვენს ეთერში, შევიტყოთ მათთან ერთად თუ ვისი ხსენიებს ასევე ეკლესია და შემდგომ უკვე ანონს გაგაცნობთ. 3 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს მაქსიმე აღმსარებელს, წმინდა პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს, წმინდა მოწამე ნეოფიტეს, წმინდა მოწამეებს ევგენის, კანდიდეს, ვალერიანეს და აკვილას, წმინდა ქალწულ მოწამე აგნიას, ღირს მაქსიმე ბერძენს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წმინდა კალისტრატე ცინცაძისა და ღირსი მაქსიმე აღმსარებლის შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად. შემოგვერთდება ნაძალადებში მდებარე ივერიის ყოლა-წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. და დღეს ასევე ფსიქოლოგი გვეყოლება გადაცემის სტუმრად, ჭარბი წონა, ემოციური კვება, პრობლემები და დეპრესია. სწორედ აი ამ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების დაძლევების ტექნიკების შესახებ ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. შემოგვერთდება ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე. მხედველობა ასერთან ერთად იცვლება, მაგრამ სწორად ზრუნვით ბევრი პრობლემის თავიდან აცილება შეიძლება. პირველ რიგში შევეხებით მუცლად ყოფნის პერიოდს, შემდეგ ჩვილობის, საშუალო და ასაკოვანი პაციენტების მხედველობას, ვინაიდან ყველა ასაკში ეს პრობლემა განსხვავებულია. გადაცემის დასავლით ნაწილში თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდება ოფთალმოლოგი ნინო დვალი. ასეთ იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ამინდის პროგნოზს გავეცნოთ და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში მამა ირაკლი კენკებაშვილი შემოგვერთდება, როგორც გითხარით.
ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს ნაძალადევში მდებარე ივერის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვიერთდა. მამა ირაკლი, დაგლოცეთ, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. გლოცავთ ყველას მოგესალმებით და გილოცავთ უდიდესი წმინდანების ხსენებას, წმინდა მაქსიმე აღსარებელისა, უწმესი პატრიარქი კალისტრატესი და თქვენს ნებართვით გუშინდელი დღის წმინდანისას 6-ე აღსარებელის კერესელიძის ხსენებას და შეგვეწიოს მათი ლოცვა, მადლი, მეოხება და უფალმა დაგლოცოს, გაგვაძლიეროს ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარული. დიდი მადლობა თქვენს გილოცავთ, გულოცავთ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, სწორედ ამ ორი დიდი მოღვაწის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ, რომელსაც იხსენიებს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა მაქსიმე აღსარებელი, რომელიც არის მე-6 საუკუნის მოღვაწე. მოდით დავიწყოთ წმინდა მაქსიმე აღსარებლით და შემდგომ ვისაუბროთ პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეზე. მე-6 საუკუნის მოღვაწეა მაქსიმე აღსარებელი, ვიცით გამორჩეული მოღვაწე და ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო, იმიტომ რომ მისი საფლავი ცაგერში არის და საქართველოს უკავშირდება მისი მოღვაწეობის ბოლო წლები. დაიბადა მორწმუნე ქრისტიანთა ოჯახში, შემდგომ ის გახდა სახელმწიფო მოღვაწე რაღაც პერიოდი, აი როგორ დაუკავშირდა უკვე მისი გზა ღვთისმსახურებას. ეხლა უდიდესი წმინდანი ეკლესიის ისტორიაში ხა უამრავალბედითი დრო ყოფილა, რომელიც დაუძლევია ეკლესიას კრებსითაც, ძალიან ბევრი ღირსეული სასულიერო პირების მეოხებით, ეპისკოპატის მეოხებით, მაგრამ იშვიათია პერიოდები, როცა თითოეული ადამიანი, ერთი ადამიანი ტვირთულობდა მთელი ეკლესიის, მართული ეკლესიის აი დაცვის სიმძიმეს და ტვირთს თუ შეიძლება ითქვას და ასეთები მართლა გასწავთ ნათობები ყავს განსაკუთრებული ეკლესია, როგორც იყო ათანასე დიდი, ხსენებული მაქსიმე აღსარებელი და შემდეგ მოგებთ იქნება მარკო ზეფესელი. რადგან ის გარდა მის პირადი მოღვაწეობისა, რატომაც გაბწყენა ეკლესიის განსაკუთრებით ეს უნდა ვახსენოთ, რომ ამ დროს როცა ეკლესია მე-4 სოფლიო საეკლესიო კრები დაამარცხა საბოლოოდ მონოფიზიტური ერესით, რომელიც ძალიან აწუხებდა ეკლესიას, ძალიან ავიწროვებდა და ძალიან ბევრი სასოფირი მიიმხო სამწუხაროდ და ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. ეს ყველაფერი დამთავრდა მე-5 საუკუნეში, მაგრამ ახალი ძალით იფეთქა მონოთელიტურმა ერესმა. მონოთელიტობა რა იყო? ხა მოკლედ თუ გავმარტო დოგმატიკური საკითხი, მაგრამ მაინც რომ მონოფიზიტები იცით რომ ქრისტეში მხოლოდ ერთ ბუნებას აღიარებდნენ და არა ორ ჩვენ დიოფიზიტები ვართ და მონოთელიტებმა თქვენს რომ თქო ქრისტეში არის ორი ბუნება, ანუ არ ჩვენ დიოფიზიტები, მაგრამ არის ერთი ნება და არის ერთი ქმედება. და ეს ფაქტიურად მონოფიზიტური სწავლების გამეორება, გადამღერება იყო შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს შეფარული თითქოს დიოფიზიტური რაღაცა ნიღბითა და ერთობის მოჩვენებითი სურვილით. რამაც ძალიან ეკლესია დააზარალა შეიძლება ითქვას, ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა. ისეთი უდიდესი ადამიანების და მოღვაწეების როგორც იყო მაგალითად იერუსალიმის პატრიარქი სერგი, ძალიან დიდი ეროვნული მებრძოლი ადამიანი, დიდი სულიერების მქონე, ისიც კი მიიდრიკა მონოთელიტური ერესისკენ, ასევე ამ დროს ბიზანტიის იმპერატორის საარაგო ლეგენდარული პიროვნება ჰერაკლი, რომელმაც არაერთი გამარჯვება მოუპოვა ბიზანტიის იმპერიის, ისიც სწუნდა ამ ერესით და ძალიან მძიმე სურათი შექმნა, რადგან აღმოსავლეთის საპატრიარქოს ტახტებზე ყველგან მონოთელიტი პატრიარქები დასდნენ. ანტიოქიის, ალექსანდრიის და ხსენებული იერუსალიმის სერგიც ვახსენეთ. და ამ დროს გამოდის შეიძლება თქვა სამოღვაწეო ასპარეზზე მაქსიმე აღსარებელი ჯერ კიდევ ახალგაზრდა თქვენ სწორად აღნიშნეთ იგი ღვთისმოშიშს, მაგრამ ტაძრში და ოჯახში აღიზარდა, ბავშვიდან მეუფლებოდა მრავალ საერო დარგს, ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას. აღნიშნავენ რომ მას სიყვარულეში ბავშვობის დროს ბავშვებთან თამაშება და უყვარდა წინაწერილის კითხვა და მცნებების ჩაღრმავება და აღსრულება. და მისი ესეთი ნიჭიერება, კეთილგონიერება არ დარჩა შემშეველი კეისრისათვის და ახალგაზრდა მაქსიმე კეისრის მდივნად დანიშნეს მისი ესეთი განსწავლობისა და კეთილსინდისიერი მოღვაწეობის გამო. მაგრამ მალევე დაამძიმა სამეფო კარზე ცხოვრება წმინდა მაქსიმეს, მithუდეს როცა ჰერაკლი მიიდრიკა ამ ერესისაკენ, მან დაუტევა ეს თანამდებობა, ბერად აღიკვეცა და ახსნა მალევე მოიპოვა ძმების სიყვარული მისი დიდი პიროვნებისა და ასეთი საოცარი სულიერების გამო მონასტირამდღლათაც განაწესეს, მაგრამ აი რომ მოუწია საშენმა პიროვნებებისა, დატოვა ეს მონასტერიც და წავიდა რომში, რადგან გაიგო რომში ქადაგებდნენ მარტო ამ დროს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. იქ იღვაწა და შემდეგ როცა უკვე მიხვდა რომ მისი ეს განსწავლობა აუცილებელი იყო და დაჭირდა ეკლესიას, შეუდგა დაუღალა
მოხჩაუხრო მოღვაწეობას, ქადაგებას, მისი ქადაგებები იყო ძალიან შთამბეჭდი, ძალიან დიდი შედეგის მომტანი. ყველა წრის ადამიანს ესმოდა, იმდან დაწვიმანებთ უხსნიდა ის ქრისტეს განკაცებისა და ამ მონოთელიტური ერესის წინააღმდეგ ჭეშმარიტ მოძღვრებას, მრავალი ბრუნდებოდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მრავალი შეინანებდა და სწორედ ეს დიდი საფრთხე შეიქმნა სამწუხაროდ მაშინდელი ხელისუფლებისათვის არაერთხელ სცადეს მისი დაშინება, მისი შევიწროება და შემდეგ უკვე როცა ტახტზე ავიდა ჰერაკლეს სიკვდილის შემდეგ საშინელი ტირანი სასტიკი კონსტანციუს მეორე, რომელიც რა თქმა უნდა მონოთეიდური ერესის არ მიმდევარი ძალიან დიდი გულმოდგინე დამცველი იყო, როცა მას მოახსენეს, რომ შეწუხებულმა შეიძლება ითქვეს მისი ქადაგების გარო მაქსიმეს შეუდრეკელი ეუბნებოდნენ იმპერატორს, რომ მისი მოქცევა არავის არ ძალოს, მისი გამომბირება შეუძლებელია, მისი დამარცხება სიტყვის წარმოუდგენა თვით შიშიდაც კი იგი არ გაჩუმდება და გადაწყდა მისი შეპყრობა დააპატიმრეს იგი შემდეგ სასტიკად აწამეს თვითონ კონსტანციუსის ბრძალების მის თვალწინ ის და მისი ორი მოწაფე ორივე ანასტასი დიახ ენა ამოგლიჯეს ხელი მარჯვენა ხელი სამივეს ჯერ ჩაქუჩი დაუჩეჩქვეს დაუბრწყეს და შემდეგ იდაყამდე მოაჭრეს და შემდეგ აი ეს ქალაქში ჩამოატარეს ესე ნაწამები წინა მაქსიმე ქილიკობდნენ მისი ამ მდგომარეობის გამო დასცინოდნენ და ისე დაუძურდა ამ წამებისგან შემდეგ მაქსიმე რომ ეს გადაადგილება აღარ შეეძლო არც ფეხით არც ცხენითაც კი ბეძუდებული გახდნენ შემდეგ მისი ჯალათები წრელებისგან გარკვეული საკაცია შეკრეს და იმას დაატვეს და ესე ფაქტიურად ჩამოატარეს მაინც ეს შეურაცხყოფა მიაღებინეს და გადაწყვეტი გადაესახლებინათ ეს საოცარად ჩვენ შემოგჩა ეს ერთი ძველი ხუსესის ჩანაწერი რომ გადაასახლეს იგი ქრისტეს მოყარე ლაზების ქვეყანაში ეს ძალიან ჩვენთვის გულთბილი ამის დაფისთან არა ქართულენოვან წყაროებში და მართლაც იგი ცაგერში გადმოასახლეს აქ ღვთის მანდით ცნობილია ჩვენს რომ დაუბრუნდა მას სასწაულებრივად მეტყოლებისას და წერისურად მას და მის მოწაფეებს და მან უკანასკნელი ძები საქართველოში გალიაღონდა არა ის ღია ციხესიმაგრეში დატყვევებული მაგრამ ასევე ძალიან დიდი მოღვაწეობით მას თუ დაუბრუნდა წერისუნარი მრავალ ეპისტოლეს წერდა და ნაცვლად ამარაგებდა მორწმუნეებს საქართველოს გარეთ ბიზანტიის იმპერიაში ყვებავდა მათ სწორი სწავლებით და აღსანიშნავად მან იგზნო თავისი გარდაცვალების დღე იგზნოკერფცოდებას გამოეცხადა მისი გარდაცვალების დღე ღვთისაგან ეუწყო წინასწარ და უშუალოდ რამოდენიმე დღით ადრე მან საკვებით მიღებას კი აკრძალა და მთელ დროს უთმობდა ლოცვას და ღვთისადმედრებას და ესე მშვიდობით მიიცვალა სწორედ ცაგერის ციხესიმაგრეში ის რომ წმინდა მაქსიმე აღსარებლის სიცოცხლის ბოლო წლების კვლევა რაც უკავშირდება საქართველოში მის მყოფობას და ასევე საფლავის აღმოჩენა უკავშირდება მიტროპოლიტ სტეფანეს მოღვაწეობას რომელიც არის ჭყონდიდელი მიტროპოლიტი და ასევე მართველი მღვდელმთავარი ცაგერისა და ლენტერკის ეპარქიის და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. დიახ, უნდა მადლიერებით მოიხსენიოთ ეს თემა, რა თქმა უნდა, რადგან 14 საუკუნე დაახლოებით ქართული ერისთვის დაფარული იყო მისი განსასვენებელი ადგილი, ხოლო ჩვენ გადმოცემით ქონდა ამის შესახებ ინფორმაცია ვარაუდები იყო და სწორედ მეუფე სტეფანეს სახეს უკავშირდება ღმერთმა დაალოცოს და შეუწიროს წმინდა მაქსიმ არ დაიმალა თავისი სიწმინდეს რო თქვა და როგორც თვითონ ყובה მეუფე სტეფანეს დააგონა ერთ-ერთი პატარა ეკლესია რომელიც აი განადგურეს პირას იყო მისი აღდგენა განიზრახა და მას აი გული ყოველწეუბნებოდა ქონდა გაკვეშინაგანი ზრახვები ფიქრები და გამოძახილი რომ აქ ახლომახლონა ყოფილიყო თავისი რა თქმა რეალობიდან გამომდინარე მაქსიმე წმინდა მაქსიმე საფლავი და ღვთის მადით ამ რესტავრაციის დროს როცა უნდა განახლებულიყო საკურთხევლის ფილაქანი და იქ გამოჩნდა უშუალოდ ერთ-ერთ ადგილას წმინდა მაქსიმეს წმინდა ნაწილები და ასე დიდი სიხარული მოიტანა დიდმალდე რომელიც დღემდე გრძელდება და როგორც მაშინ იყო წმინდა მაქსიმეს საფლავზე 3 ლამპარი ენთებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და მრავალი კურნება აღესვა დღესაც ეს მარდი დაბრუნდა და მრავალი კურნება და სული შეწევნა შეულა მიიღოთ მოიწოს მე ჩავზანდებიან და მოილოცა მის წმინდა განსასვენებელს. მამა ირაკლი რაც შეეხება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს წმინდა კალისტრატე ცინცაძის უკვე მე-19 საუკუნის უდიდეს მოღვაწეზე ვსაუბრობთ და ეს პერიოდი არის განსაკუთრებით რთული ხომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის რეალობაში და ისტორიაში. ვიდრე ვისაუბრებდით აი 1917 წელთან დაკავშირებით განსაკუთრებით ეს გამოსარჩევი წელია და უკავშირდება სწორედ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს წმინდა კალისტრატე ცინცაძის. ვახსენოთ და ვთქვათ მისი ცხოვრების შესახებ როგორ დაიწყო მისი სასულიერო ცხოვრება და როგორ გაგრძელდა შემდეგ მისი მოღვაწეობა. ვიცით რომ ყავდა ოჯახი და მრავალშვილიანი მამა იყო. გერმანელი მეუღლე ყავდა ხო? დიახ, ესეა ცნობილი გადმოცემით. ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მას ცხოვრება, უნდა აღვნიშნოთ ჯერ თქვენ ის ნებართვით იმ პერიოდს უნდა შევეხოთ ისტორიკოსები ერთხელ აღნიშნავენ ჩვენ ყველა
და ვიცი ჩვენი ისტორია, უნდა ვიცოდეთ ყოველ შემთხვევაში მრავალი საუკუნის განმავლობაში მუსნული სამყარო ვიცით ყველანაირი ძალებით ცეცხლ და მახვილის ცდილობდა ჩვენთვის მართლმადიდებლობის წართმევას, ამოძირკვა ჩვენი ხსოვნიდან ქრისტეს წმენისა, მას ოდითგანვე ჩვენს ეკლესიას ეპყრობოდნენ გარკვეული აპარტამენტის პირებით, ასევე ბიზანტიელი საერთოდ სასულიერო პირები, კათოლიკები როგორც წესი ყოველთვის ზურგს გვაქცევდნენ და დახმარებდნენ დახმარებაზე ყოველთვის, ერთმორწმუნე მეზობელი კიდევ გვართმევდა დამოუკიდებლობას, გვიგზავნოდა ჩვენს ენაზე წირველ სახსრულებას, ესეთი განსაცდელი გადაიტანა უკვე ჩვენმა ეკლესიამ და მაგრამ ის პერიოდი რომელიც დადგა მე-20 საუკუნეში ეს იყო განუზომლად უფრო საშინელი ტრაგიკული ჩვენ ეკლესიისთვის, არც მე ასნაკლი დადგა ყოფნა არ ყოფნის საკითხი ეკლესიისათვის და სწორედ აი ამ ძიმე ვითარებაში ურთეს პერიოდში ხდება კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე. უნდა ვახსენოთ, მანამდე ეს ყველაფერი დაწყებულია, ის ვიცით ჩვენ გასაბჭოების შესახებ, უკვე როცა 17-18 წელში როგორ აღესრულა მათ პოლიტიკას ემსხვერპლა უკვე უწმინდესი კირიონი, საზაგლიშვილი უდიდესი მოღვაწე და პიროვნება, შემდეგ სულ რაღაც 1 წელი იღვდამთავრა დიდმა ასევე პატრიარქმა ლეონიდემ, რომელიც აღესრულა იცით გარკვეული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მის თავდადებით შეიძლება ითქვას, ასევე უკვე ვიცით ჩვენ ამბროსი ხელაია შესაძლებლად ასეთი პირველი და ბრძოლა გამოუცხადა აი ამ ჩვენ ეკლესიის წინააღმდეგ პოლიტიკას და ისიც შეეწირა ამ პოლიტიკას, სულ რაღაც 5 წელი, 7 წელი მან იღვდამთავრა, შემდეგ იყო გარკვეული პერიოდით უწმინდესი ქრისტეფორე და შემდეგ უკვე ასპარეზი შევეთქვას გამოდის კათოლიკოსი კალისტრატე ცინცაძე. და მან 20 წელიწადი 1932 წელიწადი შეძლო რომ იღვდამთავრა და საქართველოს ეკლესია გადაერჩინა. ურთულესი 20 წელი. დიახ, ჩვენ ვიცით ახლა 30-იანი რეპრესიების წლები შემდგომ ომის პერიოდი, მეორე მსოფლიო ომის უკვე, ანუ ეს ხელისუფლება უკვე მიჩვეულია, რა თქმა უნდა, უკვე გაწაფულია, უკვე ფესვგამდგარი აქვს თავის რეჟიმი და უკვე მან იცის როგორ უნდა ებრძოლოს, წარმატებულიც არის, შეიძლება ითქვას ასეთი, როცა ხელისუფლება გაბედავს პატრიარქი ჯერ მოგიკლას, შემდეგ დაგიპატიმროს, შემდეგ აწამოს, მას ხელი არ უკანკალდებოდა არც ამ პატრიარქის წინაშე, ვიცით, მაგრამ შეძლო ღვთის მადლით საოცრად აი უწმინდესმა კალისტრატემ რომ ეს ყველაფერი არა მარტო შეაჩერა, არამედ გადაარჩენა ჩვენი ეკლესია და ამისთვის ძალიან ემადლიერება ჩვენი ეკლესია ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი და დამსახურებულ პატივისას მიაგებს და სულ ალბათ აღსანიშნავია რომ რამოდენიმე წლის უკან იგი კანონიზებული ხდება წმინდანად და კიდევ მეორე მეოხების დიახ მადლი გვაქვს ყველასო შეგვეწიოს მისი ლოცვა და მეოხება მის მამერეკლი აი ეს ეპიზოდიც რომ გავიხსენოთ თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი ბრძანდებოდა ხომ პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე მაშინ როდესაც მისმა თანაკურსელმა რექტორი ჩუდეცკი მოკლა ამას მოხვა ეგზარქოს პავლეს მიერ საქართველოს დაწყევლა და შემდგომ დიმიტრი ყიფიანის წერილი და დიმიტრი ყიფიანის აღსრულება მოწამეობრივი აი კალისტრატე ცინცაძის როლი აი ამ ყველაფერში და შემდგომ აი გეგიმ ძალიან სწორად ახსენა 1917 წელი რომელიც არის ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღი და ამ პროცესებშიც რა თქმა უნდა ჩართული იყო პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად დიდია მისი როლი და აი ამ ყველაფერზეც რომ ისაუბროთ დიახ ძალიან მოცულებითი თემა სამწუხაროდ თუ ტრაგედია სულ მსხვერპლი სულ რეპრესია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გაბწყინებული ჩვენი ღირსეული წინაპრების ღვაწლით თქვენ ჩამოთვალეთ ეს არასრული იმდენი სახელი ჯერ კიდევ ცნობილიც არ არის ფაქტურად იმ დროს ვისაც ვერ დააშინებდა ხელისუფლება და ვერ მოისყიდებდა მოგონილი ბრალდებით აპატირებდნენ და ხრედნენ ანუ უადო გადაასახებდნენ გარკვეულ რუსულ გუბერნიებში ხომ იგივე სიკვდილის ტოლფას იყო და აიღებოდა აღნიშნავთ რას რომ რა თქმა უნდა პატრიარქი კალისტრატე 17 წლიდან ის რა თქმა უნდა ჩანს და ჩდება საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენილ მებრძოლთა რიგებში იქიდანვე იწყეს მოღვაწეობას უწმინდესი კალისტრატე იგი კომიტეტის წევრი ხდება შემდეგ და ძალიან დაახლოებულია პატრიარქ ამბროსისთან და როცა ამბროსი უკვე ტყვეობიდან იცით რომ ასე მასთან და ტყვეობის ხვედრი გაიზიარა უწმინდესმა კალისტრატემაც როცა დატყვეული იქნა საპატრიარქოს თან ახლო ყველა დაახლოებული ყველა მღვდელმთავარის და მღვდელმსახურის ამბროსის მიერ ამბროსის მიერ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი წერილის გამო და საეკლესიო განზეულობის გადამალვის გამო მასთან დაითმინა ძალიან საშინელი ამჯერად მეტეხის ციხეში კალისტრატემაც და როცა უკვე გამობრძანდა ტყვეობიდან მაშინდელი ხელისუფლება მიუხედავად იმისა რომ ასე იქცეოდა მაინც ერიდებოდა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ასე ავტორიტეტის შელახვას და იძულებული გახდა რომ გაინტერესებინა მღვდელმთავარი და ასევე რა თქმა უნდა პატრიარქი ტყვეობიდან და როცა მაგრამ ტყვეობამ ისეთი დაღი დაასვა უწმინდეს ამბროსის რომ
ძალიან მალე ის გარდაიცვალა, სანამ გარდაიცვალა მან თავის მემკვიდრედ სწორედ კალისტრატე გამოარჩია. ჯერ მღვდელი იყო, იგი შემდეგ დაასხეს ნინო წმინდის ეპისკოპოსის სათხელი, შემდეგ მიტროპოლიტ მალევობოძეს და ფაქტიურად მოსახდრეთ გამოაცხადა კანონიერად უწმიდეს ამბროსიმ და შემონახულია ჩვენამდე უწმიდესი ამბროსის დალოცვა კალისტრატესადმი. ისე ეტყვის, როცა მოსახდრეთ დაადგეს, რომ უდიდესია ღირსება პატივი, რომელიც შენ მოგენიჭება, აი ამ კურთხევით, მაგრამ უფრო დიდია ის ვაება, დარდი და შრომა უბედურება, რაც შეგემთხვა, შეგამთხვეს ეკლესიისთან ერთგულება და მისი უკეთესობის თქვენ სწრაფვა. და ასევე ურჩევს, რომ ყოველთვის გახსოვდეს, რომ რაოდენად მაღალია შენი წოდება უნდა იყოს სიმდაბლის სიღრმე შენ ამ წოდ მიღებისა, ხოლმე ეს მალე შეგაძლებინებს შენ, რომ ეს დიდი პასუხისგებლობა, დიდი მართლაც ღირსება ატაროს სულის საწყონებლად და ეკლესიის საკეთილდღეოთო, რომელიც პატრიარქმა კალისტრატე ნამდვილად შეასრულა. უბრალოდ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, შემოგჩა ჩვენ ეს რიცხვის სტატისტიკაც, როცა პატრიარქი ხდება კალისტრატე, 1500 ეკლესიიდან საქართველოს მოქმედებდა, შემორჩენილია მხოლოდ 29 ეკლესია. თელ საქართველოს მასშტაბით, აი რიცხვები ნახეთ. 15 ეპარქიიდან სხვაობა 15 და 5 ეპარქია მარტო. და მხოლოდ 51 ღვთისმსახურია მთელ საქართველოში. 3 პროტოდიაკონი და 2 მედავითი. ოფიციალურად წარმოგიდგენთ ახლა ეს რა არის და ეს ყოველთვის გამოვლილი უკვე ამ რეპრესიებს თქვით ჩვენ მეტწილად მოყოლებული აღდგენის შემდეგაც და ამ მუზეუმის პერიოდში იბარებს პატრიარქობის ამ დიდ პასუხისმგებლობას კალისტრატე. და ნაღვიჩოთ, რაც კიდე მეტად ამძიმებს ის მდგომარეობას და რა თქმა უნდა პიროვნების სიდიადეს წარმოაჩენს, რომ თუ მაგალითად 17-18 წლებში ამ ეკლესიის ავტოკეფალიისა და ეროვნული თვითგამორკვევის დროს ეროვნული ძალები უამრავი ადამიანი ინტელიგენცია იყო მობილიზებული, ეხლა ფაქტიურად აღარავინ აღარ არის. ამას წინ უსწრებდა მის პატრიარქობას 37 წელიწადი თქვენ ახსენეთ რეპრესიის პერიოდი, როცა ფაქტიურად ხელისუფლება ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს, არათუ მორწმუნეს, არათუ ეკლესიის მრევლს, არათუ სამშობლოს მოყოლნებს, საღად მოაზროვნე ადამიანს ებრძვის, მათ ბრალდებას შეუთითხნიან შეიძლება ითქვას და შეუქმნიან და შემდეგ ასახებდნენ ხრეტენ ყოველგვარი გასამართების გარეშე. ამან შეიწერას თუნდაც სასწრაფო დასის უდიდესი რიცხვი მე საქართველოში მსახურობდა და მას ფაქტობრივად ხდია დიდი ნაწილი იმისი ჩვენ შედეგები შეიძლება ითქვას დღემდე კიდე არ ამოგვიწურია და დღემდე ვიმკითხავ საშინელ შედეგებს და ამ მას ხარდაჭერი არ აყავს ფაქტიურად, არც საერო მხრიდან, არც სასულიერო რამოდენიმე ღირსეული ადამიანის გარდა, ფაქტობრივად მარტო შეუდგება ეკლესიის მესაჭეობას. და რასაც ალბათ არ მოგვიყვება თვითონ ოპონენტები მისგან და ჩვენი ეკლესიის წევრები, რომ ისე შეუდრეკელად, ისე თამამად იწყეს ბრძოლას საქართველოს ეკლესიისთან, რომ ამან შეიძლება ითქვას დააბნია კიდევაც მისი მტრები, რომ წერის წერილზე წერს. თან ეს წერილები თხოვნითი კი არ არის, ან რაღაცა ვედრებით პირდაპირ, აი დიდი პროტესტით ძალიან კაცრი ტონით ის წერილებს აგზავნის ფილიპე მახარაძესადმი, კანდიდ ჩარკვიანისა თუ ლავრენტი ბერიასთან რომ ითხოვს ეკლესიების გადარჩენას და გრევის შეჩერებას და ფაქტია რომ ამ წერილებმა სტალინთან მიმოწერა. დიახ, სტალინთან, დიახ, ეს სოფლიო ომის შევეხებით აუცილებლად და ამ წერილებმა იმდენი გააკეთა რომ ფაქტურად დააბნია საზოგადოებრივ ყოფილ ხელისუფლებას, საბჭოური ხელისუფლება იძულებული გახდნენ ღვთის მადით რა თქმა უნდა რომ ფაქტიურად რომ გაეწიათ ანგარიშს საქართველოს პატრიარქის რომელიც ასე ახოვნად შეუდგა ჩვენ ეკლესიის გადარჩენას და ასე მის წერილების დამსახურება მის ასეთი ფაქტი ეს მოწამეობისთვის გამზადებულობა იყო თავი მისი ასე გამოწვევა მტრისა რომ მოხდა ესე ღვთის მადით რომ სწორედ ამ წერილების ამ მის პოზიციის გამო გადაურჩა დაანგრევას სვეტიცხოვლის, სიონის, ქაშუეთის, ალავერდის, მეტეხის ტაძრები ესაც ნამდვილად დადასტურებული ხეს ცოტას როდი ნიშნავს მარტო ეს ღვაწლი ყოფოდა ოტმეს კალისტრატეს წმინდანად შერაცხილი ხო? შემდეგ მოუწია უკვე მეორე მსოფლიო ომის პერიოდმაც, როცა აი ამ დროს იცით თქვენ რამძიმე პერიოდი დადგა. სხვა შორის აი დასაწყისში ვახსენეთ, რომ გერმანელი მეუღლე შემდგომ უკვე პატრიარქობის პერიოდში არა, მაგრამ აი მე ეხ მიზეზი ბევრი მქონა ხელისუფლებას ის საერთოდ ამ თუნდაც ამ მოტივით და ამ დანაშაულ ბრალდებით იგი გადაესახლებოდა და მოეკლათ ხო? მაგრამ აი ამ მძიმეს პერიოდში ომი დაიწყო და ფაქტურად ყველა მიცოდა ერმას და ბერმას და ხელისუფლებამ თუ სხვა ჩვენს სამშობლოს თუ სამშობლოს გარეთ რომ ეკლესია დაპირისპირებული ეკლესია სახელმწიფო ეკლესიასთან ამ დროს ყველა გააკვირვა პატრიარქ კალისტრატეს ნაბიჯმა როცა ისედაც ძალიან მძიმე გადასახედების ქვეშ ყოფილი რამოდენიმე ტაძარი რომელიც სულს ღაფავდა ფაქტობრივად ვერ ინახავდა ეკლესია თავის თავს შეძლო პატრიარქმა რომ იქადაგა არაერთხელ ამბიონიდან ფაშისტების წინააღმდეგ ქადაგება და მოუწოდა მრევლს იმ მცირე როცხა მრევლს
დაავალა სასტოპირებს, რომ კარდაკარ ჩამოვლით შეგროვებინათ შესაწირი ომში ფრონტზე ყოფი ქართველი და არა მარტო ქართველი მებრძოლებისათვის და შეგროვდა შესაწირი როგორც სურცად ისე უფრო თბილით ასასვენდა და გაიგზავნა ფრონტის ხაზზე. ამან იმხელა გამოხმაურება პოვა წარმოუდგენელი იყო დევნილი ხელისუფლებისაგან დევნილი ინსტიტუტი გარკვეული თუნდაც მათი ენაზე რო ვთქვათ, გაგებით წარმოუდგენელ ხარში უდგება ხელისუფლებას, რადგან სამშობლოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგება და სწორედ აი ეს ფაქტი, რომ მივიდა დიდი ბელადის იოსებ სტალინის ყურამდე, მისი მადლობის დეპეშა მოვიდა უშუალოდ კალისტრატეს კალისტრატესთან და ამ დეპეშამ გადაარჩინა პატრიარქი კალისტრატე და შემდეგ ეკლესია და ამ დეპეშა რა ცოტას ანიშნავდა პირადად მოწერილი დეპეშა ფაქტიურად ეკლესიასთან დამოკიდდა შეარბილა ყველა ხელისუფალმა ადგილობრივმა თუ საზღვარგარეთყოფმა, რადგან ჩვენ ფარად მოგვენიჭა დიდი ბელადის ეს გამოდმალდიერების დეპეშა და ამის შემდეგ იწყება იმდენს მოახერხებს პატრიარქი კალისტრატე, რომ უკვე ეკლესიების გახსნაზე იწყებს ბრძოლას, მრავალი ეკლესია უკვე გაიხსნამდოს დაკეტილი და დაანგრევას გადარჩენილი, ასე მან მიაღწია, რომ სინოდის სიონის ტაძართან მცირე საბადო რეზიდენციის აშენების უფლება მოიპოვა და იწყება კიდევ წარმოუდგენელ სასიხალო არნახული მრევლისთვის საეკლესიო კალენდარის ბეჭდა და ლიტერატურის სასულიეროს გამოცემა და ეს ხო ძალიან დიდი გამარჯვება ბნელზე ნათელის გამოწყვის კიდევ ერთი და ნამდვილი დადასტურება და ნიშანი. აი ბოლო წლები როგორი იყო, რომ შევეხოთ ასევე პატრიარქობის კალისტრატეცინ კალისტრატეცინცაცისი ისე ასევე გააგზავნა მოღვაწეობა განსაკუთრებული ახლა მეტი რაღა უნდა თქვათ, რომ უკვე ნენელა ეკლესია და სამშვიდობოს გაიყვანა, შეიძლება ითქვას, უკვე თვითონაც მოუძურდა და ესე გარდაიცვალა სიონის ტაძარში პოვა განსასვენებელი, დიახ, ეს უნდა იცოდეს რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ზოგს ვეუბნებით არ იციან, რომ სიონი თავისი მნიშვნელობა, თავისი დედა ისტორიით და დედა ეკლესია ფაქტურად თბილისისა ხო და არა მარტო თბილისისა, არის ერთგვარად ჩვენი პატრიარქების განსასვენებელი ტაძარი და მათი წმინდა ნეშტი განისწევს, როგორც კალისტრატეს ისე ამბროსისა თუ კირიონისა და სხვათა, ნუ ყველას აქვს საშუალება მიბრძანდეს სიონის ტაძარში მოილოცოს, შესთხოვოს საქართველოს თუ ეკლესიის ძლიერება, დამშვიდება, გაძლიერება და პირადი რა თქმა უნდა სულიერი სარგებელის და დიდ მათს მოანიჭებს დარწმუნებულობა, ჩვენც ვიც ამას წვენით. დიახ, მამაირეკლე, რამდენად მნიშვნელოვანია გააზრება, აი თანამედროვე გააზრება, რას გულისხმობს, აი ჩვენ ორ დიდ წმინდანზე, ორ დიდ მოღვაწეზე ვისაუბრეთ. მაქსიმე აღსარებელზე, რომელიც არის მე-6 მე-7 საუკუნის მოღვაწე და მე-19 მე-20 საუკუნის მოღვაწეზე პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეზე. აი ჩვენი პასუხისმგებლობა გააზრების თვალსაზრისით მათი ცხოვრების და იმ თავარი გზავნილები მათი ცხოვრებიდან, რაც თანამედროვე ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს. დიახ, ძალიან დიდია რა თქმა უნდა მათი დამსახურება, მაგრამ აი თქვენ ნებართვით სანამ უნდა გავითვალისწინოთ, იქამდე მივალ ვიტყვი, რომ აი კიდევ გულსადკენ არის გამოუგნებელი შეიძლება ითქვას ჩვენთვისაც და ყველასვისაც, როცა ისტორიას ვკითხულობთ, რომ რაც ვერ დააკლო ჩვენს ეკლესიას ჩამოთვალეთ ურიცხმა მტერმა, ეს შემდეგ გაკეთდა ქართველების ხელით. შეიქმნა არც მეტი არც ნაკლები ყველა მიცის ეს ალბათ მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, აი სიტყვას განმოქცეს საშინელ რამაში სიხავ ეწერებოდნენ ახალგაზრდობა. თოდრია თუ არც თავი ხელმძღვანელი იყო. დიახ, და ეწერებდნენ სიხარული და წამდა ისეთი მენტალობა დამკვიდრდა და იდეოლოგია, რომ ეკლესიიდან ჯვრის ჩამოგდება, ხატების შეურაცხყოფა, ან სასტოპირის მოგვდინება დიდ ვაჟკაცობად იქნებოდა აქმული და რევოლუციის იდეების სიმბოლო და ერთგულების გამოხატულება და ამაში სამწუხაროდ დიდი ბევრი ადამიანი იღებდა ამაში მონაწილეობას და გამოუგნებელი უბრალოდ ამდენ საუკუნო გენეტიკური ქართლის აი ესე დაცემა ასეთ ფსკერზებს, ფსკერის ჩასწორ რომ საკუთარი ხელით როცა ქართული ყოზე აშენებდა ღვთისმადიდებელ ტაძარს, ამშვენებდა ბრძოლის დროსაც კი, როცა კი მტერი პირს იბრუნებდა ოდითგანვე რომ პირველი ქართველი კაცი რაც აკეთებდა თავის ოჯახს აკლევდა მატერიალურსაც, დროსაც, თავის პიროვნულ რესურსსაც და იცვლიდა იმის, რომ ჯერ ეკლესიის აღდგენა, აშენება დაიწყო და შემდეგ მოიხადა ოჯახს. ესეთი ერი წარმოიდგინეთ, რომ თავის ხედ იწყებს ამ ღვთისმადიდებელ ნალოლიებებს და სათვალად აშენებულ ამდენ საუკუნოვანი ტაძრების ნგრევას. ეს წარმოუდგენელი რამ არის. მიზეზი ალბათ ბევრია, ღმერთმა დაგვიფაროს მისი გამეორებისაგან, მაგრამ ალბათ ჩემი პატარა მიგეთ მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ჩვენიერი მოვაკლდა იმ სულიერ ძარღვს მოწყდა, რაც არის საშიში, სწორედ რომ ვიცით ჩვენ უკვე 1811 წელს და 1919 დასაწყისში ფაქტურად რუსეთის სამეფო რეჟიმმა და ხელისუფლებამ ცარიზმმა რუსეთმა საქართველოს ერთ-ერთ მემატენი კარგად ბრძანებს, რომ დედაც მოუკლავდა მამაც, ანუ ეკლესიის ავტოკეფალიაც გაუქმდა და მეფობაც გაუქმდა და ჩვენიერი ოდითგანვე აი ამ უდიდესი არტერით იყვებოდა და თავის იდეოლოგიას ინარჩუნებდა ეკლესიის არ ღვთისმწვენად მას და მეფობისგან ქართული ეროვნულ ტრადიციასა მენტალზე პატრიოტობას და ორივე ძაღლი გადაიკედა მიუხედავად იმისა, რომ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, ბევრი გამოსდა, ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრი თავდადებული გამოჩნდა, მაგრამ მენტალობა ისე ჩამოყალიბდა თაობათა შორის, რომ ჩვენი ერი ამაზე წავიდა.
აი ეს არის საშუალო, როცა ადამიანი ჩვენ ახლა ეკლესიურად თუცა სულიერად გადავერთ, როცა ადამიანი ტოვებს ღმერთს, ის ადამიანობასაც კი კარგავს, დიდი შანსი, ამიტომაც ღმერთმა ყოლა დაიფაროს, რომ ღმერთი ადამიანის გარეშე მაინც ღმერთია. ადამიანი ღმერთის გარეშე ხშირად არაფერი ხდება და არაფერი ადამიანს არ რჩება. ყოველთვის ცარli ადგილი ღმერთს არ უყვარს, ის ცარli ადგილი ივსება ყოველთვის ან ღვთის მადლით, ან ზბოროტის ეგავნა და ღმერთმა გვაშოროს ჩვენ ეს დაუბრუნდეთ უნდა კიდევ მეტად ხარისხიანად ერთგულად ჩვენს გენეტიკურ ქრისტიანულ გზას, რომელიც ნამდვილად მიგვიყვანს ჩვენს და ჩვენს ქვეყანას გამარჯვებისა და სულიერი გავწყინებისაკენ. ძალიან დიდი მადლობა მამა ირაკლი. დღეს დიდი მადლობა. ვილოცავთ კიდევ ერთხელ, ვილოცავთ ჩვენს მაყურებელს. ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოველწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ შვიდგზის ლოცვა და 20 შემდეგ დაბრუნდებით სტუმართან ერთად სტუდიაში. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო დავბრუნდით ეთერში საინტერესო თემაზე სასაუბროთ ჭარბი წონა, ემოციური ტყვება, პრობლემები და დეპრესია. დაძლევის ფსიქოლოგიური ტექნიკის შესახებ ვისაუბრებთ სტუმართან ერთად შემოგვიერთდა ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიცი. დილომშვიდობისა სალომე, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. როგორც აღნიშნე, მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბროთ. ერთ-ერთ უდიდეს პრობლემაზე და გამოწვევაზე ალბათ არა მარტო ჩვენი ქვეყნის, ზოგადად მსოფლიოსი, ხო, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. ჭარბი წონა, აი რა გავლენას ახდენს და ცხადია უარყოფით ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობაზე და რა არის ამ ყველაფრის დასაძლევად საჭირო ეტაპობრივად უნებრივია ვისაუბროთ კონკრეტულად ამ თემებზე. აი ხა როგორ დავიწყოთ ეს შესავალი როგორ გავაკეთე ხა. ჯერ რა განაპირობებს ჭარბწონას ალბათ? ჯერ კიდე ჭარბწონას ამ საუკუნეში ალბათ ყვება, ის ყვება, რომელიც არ არის ბუნებრივი ჩვენთვის, აი junk food-ს, რასაც ეძახიან, ქართული შესატყვისი არც ვიცი, ანუ ის რაციონი და პლუს მომზადების წესი, რომელიც დღევანდელ დღეს არის ძალიან მოდაში. ეს არის პირველი, ნომერ პირველი, ეს აღიარებული ჩემი მოგონილი არ არის, ამერიკა უმოძრაო ცხოვრების წესი ასევე ალბათ. უმოძრაო ცხოვრების წესი ხო, იმიტომ რომ არასოდეს ადამიანი ესე უმოძრაო ამდენი ადამიანი ქალაქში არ იყო დასახლებული და ქალაქი ბუნებრივად უფრო უმოძრაო ტემპი არის, ვიდრე ვთქვათ სოფლად და გლეხისთვის ვთქვათ ბუნებასთან ურთიერთობა და ასე მუშაობა. შესაბამისად პირველი არის ეს. ეხლა რატო არის ფსიქოლოგიურად ცუდი, ეხლა იგი გამოიკვეთა რამოდენიმე რამე. ერთი არის ის, რომ ჯერ ერთი რომ აი თვითონ ორგანიზმის არაბუნებრივი მუშაობა რომელიც გადაამუშავოს ეს დატვირთული მუშაობა. დატვირთულად მუშაობს. შემდგომ ისეთ ნივთიერებებს ამუშავებს, რომელიც მას არ ჭირდება. და შესაბამისად ეს ყველაფერი, ანუ ჩვენი სხეული და ჩვენი ფსიქიკა, ну ჩვენი ყველანაირი სხეული ერთმანეთთან დაკავშირებულია. ამიტომ რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ ვთქვათ სულიერად რაღაც სიმაღლეებზე ვიყოთ, თუ ფიზიკურად ვთქვათ ძალიან დატვირთულები ვართ და დათრგუნულები ვართ, ეს აი ერთ მეორეზე ისახება, ასე ვთქვათ რა. და შესაბამისად აქედან გამომდინარე არის რომ გვეჩვენ გვიჭირს თორე ვიზუალური ნაწილის მორევა მე ვფიქრობ რომ იმისათვის მიუხედავად რომ ვიზუალური ნაწილი ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამთრგუნველი რამე არის მით უმეტეს დღევანდელობაში სადაც სოციალური მედია არსებობს და ფორმაში არ ვართ თუ ფორმაში არ ვართ ადამიანები
ზედმეტად ითრგუნებიან, მაგრამ ეს ფორმებიც საუკუნეებთან ერთად იცვლება, ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანისთვის მაინდა-მაინც რაღაცა ხატება, რაღაცა ფორმის არ არსებობს. ხო, მე-15 საუკუნეში ხა კარგად ვიცით, რომ აბსოლუტურად სხვა ფორმები და სხვა ვიზუალი იყო მოდაში, დღევანდელ დღეს 90-იანი წლების მოდელებიდან დაწყებული დღევანდელ დღეს სხვა და სხვა სტანდარტი. ხო, ეხლა მაგრამ ადამიანმა ალბათ თავის თავში, თავის ხელში უნდა იგრძნოს თავი კომფორტულად და აქედან მოდის სიმშვიდეც. მე ვიტყოდი ნარცისისტული მიდრეკილება, რითითაც ჩვენ გვინდა რომ არ ჩამოუვარდებოდეთ სხვებს, ან მოდი სტანდარტს და ასე შემდეგ და ამიტომ ვითრგუნებით, თუმცა მაგის გადალახვა კიდევ უფრო შესაძლებელია, თუ თქვა ნამდვილად მოწესრიგებული გვაქვს ჩვენ ეს კვებითი რაციონი და ორგანიზმი არ არის ზედმეტად გადატვირთული. მოდი სალომე ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ნამდვილად მოწესრიგებული რაციონი. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე 15 კილო დაიკელით და მე მგონი შეიძლება ხომ ამაზე ეთერში საუბარი. ჩემთვის საამაყო მომენტია. არსებობს ემოციური კვებაც, ხო? აი, როგორ უნდა განვაცხოვოთ ერთმანეთისგან მადა და თქვათ ნამდვილად მშია თუ არა და ეს ემოციური კვება და ის რომ ნამდვილად ჩემს ორგანიზმს ახლა უნდა მივაწოდო მე საკვები. აი ამით დავიწყოთ და ემოციურ კვებასაც რა განაპირობებს? ემოციურ კვებას პირველ რიგში განაპირობებს ესეთი ნივთიერება, რომელსაც ქვია კორტიზოლი, რომელიც სტრესის დროს ძალიან ჭარბად გამოიყოფა და იმისთვის რომ ის დაბალანსდეს, ის მოითხოვს დოპამინს. შეიძლება ხა ზუსტად ვერ ვამბობდე და ვწდებოდე, მაგრამ ნუ დაახლოებით ჩემი ცოდნა ასეთია და შესაბამისად ეს ტკბილის მოთხოვნილება, ან ისეთი საკვები, რაღაცა ნუგეშია ორგანიზმისთვის, რომელიც არის ტყუილი ნუგეში. ანუ არ არის ნამდვილი ნუგეში, ამიტომაც არის რომ არ წყდება მის მიმართ მოთხოვნილება. ეს ნამდვილი ნუგეში იყოს, ჩვენ ამას მივიღებდით და უკმაყოფილდებოდით, მაგრამ ის რომ ეს დროში არ წყდება, ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის ნამდვილი ნუგეში, უბრალოდ მოთხოვნილება იზრდება. რა არის ნამდვილი ნუგეში? ნამდვილი ნუგეში არის სტრესიდან გამოსვლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლა ყველას თავისი სტრესები აქვს, რა თქმა უნდა, ზოგი არის რაღაც ობიექტური მოცემულობები, ზოგი არის რაღაც ძალიან პირადი მიდგომების და განწყობების გამოვარდა სტრესილები და პირადი ხასიათის გამო მე ვიტყოდი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ზუსტად. და ამიტომ აი ეს თვითრეფლექსია და საკუთარ თავზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმით რომ გამოვიყვანოთ სტრესებიდან. და ერთი კიდე რაღაც სამნიშნულო მკითხეთ და დამავიწყდეთ წონაზე. ანუ მადა და შიმშილი, ნამდვილად როცა გვჭირდება ჩვენ საკვები და როდესაც აი ემოციურად ვიკვებებით, იმიტომ რომ რაღაცა მადა გაიყვიცა და ხია. აი ბუნებრივ კვებაზე ერთი ნამდვილად რაც შემიძლია თქვა, ხო არის რომ ეხლა რაღაც ბევრნაირი თქვათ არ ვიცი მოდა ალბათ ესეც ხო რომ ესე უნდა ჭამო იმის მერე ეს ამასთან ის იმასთან ნუ შეიძლება გაგიჟდე ადამიანი ამის დამახსოვრება ცალკე ცხოვრება გჭირდება რომ სხვაები დაიმახსოვრონ. მაგრამ ერთ ძალიან ჭკვიანურ რამეს მოусმინა, რომელიც ჩემთვის ძალიან ლოგიკურია და ამ ადამიანმა ინტერნეტში თქვა ესეთი რამე, რომ ბუნებრივი კვება არის მარტივი. ანუ მარტივი კვება, აი მაგალითად ბურგერი, ეს არ არის ბუნებრივი საკვები, ეს არ არის მარტივი შემადგენლობის და ამდენი ნივთიერება და თუ რაც ქვია ერთად არ შეიძლება. როგორ მიყვარს არა და მეც. იმიტომ რომ ჩვენ პირის გემოს ვყარს სიამოვნების რეცეპტორებს ვუყართ, მაგრამ ბუნებრივი კვება არის რაც შეიძლება მარტივი კვება, რომელსაც არ არის დატვირთული ბევრი ელემენტი. მაგალითად, ყველი და პური, კარტოფილი და ტყემალი, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული. აი, რაც უფრო მარტივია ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, აი ის ჩვენი ბუნებრიობა, რაც თქვა წარსულიდან მოგვსდევს წინაპრებიდან. აი, ვისაუბროთ თქვენს გამოცდილებაზე, სალომე, როგორ დაიკელით 15 კილო? ჯერ, ანუ როგორ განეწყვეთ ამისთვის, რომ აი ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და მე პროცესი როგორი იყო? აი, დღის რაციონის თუ შეიძლება რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აუცილებლად შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება არის მართლა ჩემთვის და ეხლა მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას რომ ეს გამოცდილება მე რაც თქვა საკვებთან მიმართებაში მქონდა მე ცხოვრებაშიც დამეხმარა სხვა რაღაცებში და პირველ რიგში ეხლა ეს გამოცდილება რა იყო? პირველი მივხვდი რომ მე მქონდა გადაჭარბებული სიყვარული აი ამ გემოების მიმართ. დღემდე მაქვს რაღაც დონეზე, აი გადაჭარბებული, ნუ არ ვიცი, ყველა ადგილი ვიცი სად რას აჭმევენ და როგორი ნაცნობი ესე. ხო, ეს კი არა ოჯახში მეხუმრებიან რომ სხვა ქვეყანაში ვარ წასული, იმიტომ რომ იქ რაღაცის გასინჯვა მინდოდა. ანუ სპეციალურად დავგეგმე მოგზაურობა ისე რომ იმ ქვეყანაში მომხვედრე ვიყავ რომ იმ რესტორანში მეჭამენ. ხო, ნუ აი ამდენად გადაჭარბებული იყო. ნებისმიერი რამის მიმართაც ესეთი გადაჭარბებული სიყვარული გვაქვს, ანუ ეს საგნობრივი რაღაცის მიმართ. ხო, იწვევს მიჯაჭულობს და რა თქმა უნდა ეს ფსიქიკურ რაღაცა ერთგვარ წა დარღვევასაც რა, იმიტომ პრინციპში დარღვევაა, როდესაც შენთვის არაბუნებრივ რაოდენობას ჭამ და შესაბამისად იმატებ. ამიტომ პირველი იყო ეს.
რომ მივხვდი რომ აი ამის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უნდა შეცვლილიყო. არ შეიძლება მე ასე ძალიან მიყვარდეს ეს ყველაფერი. შეიძლება რომ იყოს ეს სასიამოვნო პროცესი, მაგრამ არ უნდა იყოს ჩემი გადაჭარბებული დამოკიდებულება. ეს იყო პირველი. მეორე ამაში დამეხმარა ესეთი ფსიქოლოგიური ფაქტორი, როგორც არის მე ყოველ შემთხვევაში ეს დამეხმარა, შეიძლება ეს ყველასთვის არ იყოს გამოსადეგი, მაგრამ მე დამეხმარა რომ ვიღაცასთან ვიყავი პასუხისმგებელი ამის წინაშე და ანუ ყავდათ ენდოკრინოლოგი. ავიყვანე ნუტრიციოლოგი, ნუტრიციოლოგი. ხო, ну რაღაცა ნუტრიციოლოგი ქვია მე მგონი და ავიყვანე ნუტრიციოლოგი, მან შემედგინა რაღაცა რაციონი სპეციალური, რომელიც ზუსტად როგორც კლებას, ისე თქვა ჩაქრის დონის დაბალანსება, მოგეთ რაღაცებს სჭირდებოდა ჩემს ორგანიზმში. ამის მიხედვით ის რომ მე რაღაც ფსიქოლოგიურად ვიცოდი რომ მასთან პასუხისმგებელი ვიყავი რომ ანგარიში დავალებებინა ჩამებარებინა და მიყვარს მე ხუთოსნობა სკოლაში არ მიყვარდა მაგრამ ხა შემიყვარდა მინდოდა რომ მოკეთ მასთან ეს იყო мотиваცია ეს იყო ჩემთვის мотиваცია ხო ამიტომ ზოგი არა ზოგს უყვარს რაღაცა მეგობრებთან ერთად მაგრამ მაინც აი მე ვფიქრე აი ჩემთვის აი მეგობრებთან ერთად დიეტის დაცვა რატო არ არის კარგი იმიტომ ყოველთვის ხდება მე სხვა ადამიანზე დამოკიდებული და შენი мотиваცია ან ისე ლავირებს და რა პერიოდი დასჭირდა აი ამ 15 კილოგრამის? 4 თვე. ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა დრო. თუ იყავით ფიზიკურადაც აქტიური ამ პერიოდში? კი. ჯერ ერთი უკვე ჩვენა მე ხა 38 წლის და ჩვენ ასაკში ისედაც აუცილებელი ხა ბავშვები და მეც რა პატარა რომ ვიყავი, ბევრად მეც მოძრაობდი. იმდენს ვცეკვავდი რომ თუნდაც ეს რაღაც მხიარულება რაღაც უფრო მეტი არის, დროც მეტი გაგა ფიზიკური აქტივობა მაინც უფრო გამოგდის. ან ბუნებაში ხარ უფრო ექსკურსიებზე რა ვიცი ხო? ეხლა ჩვენ ასაკში უკვე ხელის შეწყობა ამას თუნდაც ნაძალადებად აუცილებელი და სხვათა შორის მე ორგანიზმი ამას ეჩვევა, იმიტომ რომ ეგ თხოვს მე კუნთი თვითონ გთხოვს ამ აქტიურობას მოდუნებულ მდგომარეობაში გადასვლა აღარ მოწონს. ამიტომ ესეც იყო აუცილებელი და სხვათა შორის ფსიქოლოგიური სიმხნევის თვალსაზრისით ფიზიკური სიმხნევე ძალიან დამხმარე არის. ხო და ოღონდ ეს ფიზიკური აქტივობა მე ვთვლი ყველამ თავისი უნდა მოძებნოს. ახლა შეიძლება ყველამ დარბაზში ვერ იაროს, ვიღაცას უფრო ცეკვა მოწონს, ვიღაცას რაღაც, მაგრამ ყოველთვის შეიძლება რაღაც ისეთი საქმეც თუნდაც გამოიძებნოს სახლშიც კი, სადაც შენ შეგიძლია რომ ფიზიკურად დატვირთული იყო სახლის პირობებშიც კი, თუნდაც არ ვიცი რაღაცების დალაგება იქნება თუ მოწესრიგება იქნება თუ არ ვიცი რაღაცა. აი სალომე ეთერში შესვლამდე ვახსენეთ და ჩვენს მაყურებელსაც რომ ვუთხრათ და მივაწოდოთ ინფორმაცია, მივცეთ რჩევა, აი შენარჩუნებასთან დაკავშირებით უკვე კლების შემდეგ. რამდენად რთული პროცესია უკვე შენარჩუნება ამ წონის? სხვათა შორის ამ ჩემო ნუტრიციოლოგმა მითხრა რომ შენარჩუნება ყოფილი ყველაზე რთული, მე ეს არ მიჭერს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს არ გამიჭირდა ზუსტად იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულება საკვების მიმართ შევცვალე. თუმცა შეიძლება ვთქვათ რომ რთულად მოქმედებს აი ამ ფსიქოლოგიურ ნაწილზე, ხო, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ან დეპრესია, ან სტრესი, თუ აი ნახეთ თუ თავშეკავებაში ადამიანი რაც ნიშნავს რომ ყოველთვის ყოველწამიერად შენს ნებისყოფას ეჭიდავები მაშინ შეიძლება დამთრგუნველი იყოს ყველა ანუ დროთა განმავლობაში გამოგაცრეს რაღაცა ძალას ენერგიას და დამთრგუნველი იქნება მაგრამ თუ შენ ამასთან კი არ ეჭიდავები უკვე თანხმობაში ხარ რომ შენთვის ეს აღარ არის აი როგორც აი მარხვის დროს ხო აი მე მაგალითად ესეც ძალიან დამეხმარა მარხვების დაცვა კიდე ერთხელ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჭამა მარხვა ჩემთვის ნამდვილი მარხვა არის იზახე მამა გაბრიელი ლობიოთი მარხულობდა, იმიტომ ლობიო უყვარდაო, ხო? ანუ ესე იგი მარხვა მაინც არის უარის თქმა რაღაცაზე, რაც გიყვარს. ხო, მე ჭამა ისე მიყვარს, რომ ჩემთვის ჩვეულებრივი მარხვა არის. ხო და ამიტომ ეს განწყობაც ახლა 40 დღე თუ რაღაც არის, ხო? რაღაც არ უნდა მიერთვა რაღაცა მათ შორის ახლა ზოგჯერ სუფრაზე ხარ დაბადების დღეზე ხარ რაღაცა და თავსი კარ. მაგრამ ეს რაღაც გონებიდანაც მოდის. გონებაში ეს ხო ჩაკეტილი გაქრო ეს შენ არ შეიძლება. ან შეიძლება პატარა ჭიდაობა მოგიწიოს, მაგრამ მაინც მაქეთკენ მიყავს შენი თავი, რომ ჯერ ხო განწყობას უქნა. ესე იგი განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად იგივე პრინციპით უნდა მიუდგეთ დიეტასაც. რომ აი ეს განწყობა თუ არ არის, რომ შენ აი რაღაცა პურფუნთუშავს, რომ ხედავ ამაზე ელეთმელეთი არ უნდა დაგემართოს, ხო? მაშინ ეს შენარჩუნებაც შესაძლებელია. მაგრამ თუ ამას ჩვენ ელეთმელეთი გვემართება და მხოლოდ თავშეკავებით თუ არ და მხოლოდ ვითრგუნებით, რომ ეხა ამას არ უჭამთ და კიდე არ უნდა ვჭამოთ თვეები და რაღაცა, მე არ წარმომიდგენია ეს დიდხანს გაგრძელდეს. დღის რაციონი არ გითხარი
არის ესე იგი, მაინც აი როგორ იკვებებოდით? 4 ჯერადად ვიკვებებოდი, საკმაოდ კარგად იმ კუთხით, რომ არ მშიო და შიმშილობა არ იყო, საერთოდ ზოგჯერ იმასაც კი ვეუბნებოდი ამ ჩემ ნუტრიციოლოგს, ვერ მომთავრებ იმ საკვებს და აი არ მინდა რომ თან დამაკლდეს რაღაც საჭირო ნივთიერებები, რომ ეხა ორგანიზმი არ დავსტრესო, უარესად თქო, მაგრამ აღარ მინდა ცუდად ვიყავ, ეხლა მომთავრებ ტიპ ციციბურას თუ რაღაც. მაგრამ თავარი ეგ იყო, რომ აი მან იცოდა ყველაზე კარგი რაც მე მასწავლა ნუტრიციოლოგმა არის ის, რომ მან მასწავლა აი ზუსტად ის მარტივი კვება, რაც თქვი, რომ რეები მიდის ერთმანეთს და რა არის აუცილებელი, რა რას ეხმარება გადამუშავებაში, რაღაც ნივთიერებებში, რა, აი მოკლედ რა არის სწორი. კარტოფილი და ტყემალი ახსენეთ და შემწვარი კარტოფილი ახლა შეიძლებოდა დიეტის დროს? გადასარევად შეიძლებოდა. კი, და ცოტა ცხიმით. ანუ ეს არის რაოდენობებში, აი ამას გასაუბრებ. ხო, ზოგადად შეიძლება ჩააბიჟბინოს რაღაც ცხიმში რაღაცები და არა, ცოტა ცხიმით. ზედმეტი არაფერი ვარ გახდა. ხო, აი ეს არის რა პრინციპების სწავლა არის პრინციპში, რომელიც აი პირის გემოსთვის მაინც დამაკმაყოფილებელია და თან აი ამ განსაკუთრებულ მიჯაჭულობას საკვების მიმართ მაინც იმას შვება ანეიტრალებს. აი როგორ შევიქნათ ეს განწყობა, როგორ დავამარცხოთ აი ეს ემოციური კვება და ამასთან დაკავშირებული რჩევები, სულ რაღაც 2 წუთი დაგვრჩა და რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. საუბარი რა რჩევებს მოგცემთ? იმისთვის რომ შევიქმნათ განწყობა აი ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ვისაც აქვს ეს პრობლემა. ხო, აი როგორც თქვი, აი ეს პროცესი მე დამეხმარდა ცხოვრებაში ყველაფრისთვის, რაც ნიშნავს, რომ ერთგვარი ვარჯიშია დაიმორჩილო საკუთარი გონება და ფიქრები. ხო და თუ თქვათ ჩვენ დავწონით იმ ფიქრებს, რომელიც გვაქვს, ანუ ჩემს დამოკიდებულებას საკვების მიმართ მე შევაფასებ ზუსტად როგორადაც ის არის, ხო? მაშინ შემდგომ უფრო მიადვილდება, რომ განსაზღვრო, შევაფასო, რომ რაღაც შეიძლება არაადეკვატური, გადაჭარბებულია და მოვაბილიზო ჩემი თავი, რომ გამოვიყვანო ჩემი თავი აქედან. ამიტომ ეს განწყობის შექმნა როგორც ნებისმიერი რაღაცის მიმართ ყოველს გქონია ეს გამოცდილება, ზუსტად ისევე შესაძლებელია. ამიტომ აი უბრალოდ აი ეს არის რა, რომ შევაფასოთ ზუსტად, რის მიმართ რას ვგრძნობთ, შევაფასოთ ეს რამდენად ნორმალურია, ჯანსაღია, ადეკვატურია ჩვენი ეს დამოკიდებულებები და შემდგომ ამის მიხედვით ვიმუშავოთ. ძალისხმევას და მონდომებას აქვს აუცილებლად ძალისხმევის გარშე არ ვიცი, რამე თუ გამოდის ცხოვრებაში მითხარით და გავაკეთებ. კულინარიული ბლოგები ხო ძალიან ისე უხვად ხვდება და აი ამის ყურებაც და რაღაც თქვათ აი ამით ტკბობა, ესეც მე მგონი რომ აღვიძებს აი ამ ემოციური კვების სურვილს და ესეც ნაკლები თუ იქნება ჩვენს ესე იგი სოციალურ მედიაში ჩვენ თვითონ თუ ნაკლებად ვუყურებთ თუ თქვენთვის ეს ტრიგერია, რა თქმა უნდა, ეგრე უნდა გააკეთოთ. მე მაგალითად ძალიან მსიამოვნებდი, ერთ-ერთი ყოველ ღამე რომ მაგის ფიქრი აღარ შემიძლია რა მოვამზადო მეორე დღეს, ამიტომ ზოგჯერ რომ უყურებ იდეები მეძლევა და დიდი მადლობა შეიძლება იყოს. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ დაგემშვიდობებით. ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. მცირე ვიდეო რგოლის შემდეგ დავბრუნდებით სამედიცინო თემით განმოგრძობთ გადაცემას.
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც გითხარით მაყურებელ სამედიცინო თემით განვაგრძობთ გადაცემას მხედველობა ასაკთან ერთად იცვლება, მაგრამ სწორად ზრუნვით ბევრი პრობლემის თავიდან აცილება არის შესაძლებელი. პირველ რიგში შევეხებით მუცლადყოფნის პერიოდს, შემდეგ ჩვილობის, საშუალო და ასაკოვანი პაციენტების მხედველობას, ვინაიდან ყველა ასაკში ეს პრობლემა განსხვავებულია, განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. თემაზე სასაუბრო ჩემოგვიერთა ოფთალმოლოგი ნინო დვალი. ნინო, მოგესალმებით. მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მოკლედ როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს თვალის ჩინს? დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ გესაუბროთ თქვენ და თქვენს ტელემაყურებელს. დავიწყებ იმით, რომ მხედველობა ასაკთან ერთად იცვლება. ეს შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი დაავადება არსებობს, რომელიც მიდის ძალიან ჩუმად და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ყურადღებით, მივიღოთ საპრევენციო ზომები, რომ ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ესა თუ ის პათოლოგია და დავიცვათ მხედველობა. ეს მნიშვნელოვანია ყველა ასაკში. დიახ, და ჩვენ აი ვისაუბროთ მუცლადყოფნის პერიოდიდან. სწორედ, ვინაიდან ყველა ასაკში სჭირდება თვალის ჩინს გაფრთხილება, სხვადასხვა მიდგომა არის სხვადასხვა ასაკში, ამიტომ დავიწყოთ აი რა ხდება მუცლადყოფნის პერიოდში, როგორ უნდა გაუფრთხილდეს დედა, რომელიც ფეხმძიმეა თავის მუცლად მყოფ შვილს, შვილის თვალის ჩინს ამ შემთხვევაში. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თვალის ჩამოყალიბება მუცლადყოფნის პერიოდში იწყება ძალიან ადრე, დაახლოებით 7 კვირაზე და პირველი ტრიმესტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს აქტიური ორგანოგენეზი, ანუ ორგანოების ჩამოყალიბება ხდება, ყველაზე სწრაფად პირველ ტრიმესტრში, ეს ყველამ ვიცით. ამიტომ ახალი ორსულები ყოველთვის უნდა იყონ ძალიან ყურადღებით, ერიდონ ხალხ მრავალ ადგილებს, რომ შეამცირონ დაინფიცირების რისკი და ყველაზე ხშირი ეს არის ალბათ ყველას გაგვიგია წითურა, რომ არ არის სასურველი, რომ შეხვდეს დედას ორსულობის დროს. ამიტომ განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს გინეკოლოგებმაც ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ მაგალითად დედამ და ქალბატონმა შეიძლება მარტივად გადაიტანოს ეს ინფექცია, თუმცა ყველაზე ხშირად ბავშვი შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი კატარაქტა. ამიტომ სულ ეკითხებიან ხოლმე ორსულობის დაგეგმვის დროს, როგორია მაგალითად ვაქცინაციის სტატუსი, გაქვს თუ არა ბავშვობაში გადატანილი ეს აბსოლუტურად ალბათ ყველა გინეკოლოგის კაბინეტში ისმის ასეთი შეკითხვები. ასევე მნიშვნელოვანია, აი ტორჩ ინფექციები ალბათ გაგვიგია ყველას, ვინცაც სამედიცინო სფეროსთან ქონია ასე თუ ისე შეხება, ან ყოფილა ოდესმე ორსულადან დაუგეგმავს ორსულობა, იმიტომ რომ არსებობს რამდენიმე ინფექცია, რომელიც გადადის ვერტიკალური გზით, ანუ დედიდან ნაყოფზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ინფექციების თავიდან არიდება მოხდეს, რაც შესაძლებელია. კიდევ ერთი მაგალითიც მინდა მოგიყვანოთ, ეს არის ჰერპეს ვირუსული ინფექცია, რომელიც გარდა იმისა, რომ შეიძლება პლაცენტით გადავიდეს, მშობიარობის დროსაც შეიძლება მოხდეს დაინფიცირება და იწვევს ძალიან ბევრ გართულებას თვალის სხვადასხვა მონაკვეთში. ამიტომ მნიშვნელოვანია, თან ამ ინფექციაზე ვაქცინა არ არსებობს, უпростоოდ არსებობს, მაგრამ არ არის ბევრგან ხელმისაწვდომი. პრევენცია რა არის ამ შემთხვევაში? პრევენცია ეს არის თუ დედა არის დაინფიცირებული ჰერპეს ვირუსით და ადრეც ქონია გამოვლინებები, აუცილებლად უნდა იყოს ინფექციონისტი ჩართული, აუცილებლად თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს და იღებდეს შესაბამის თერაპიას, იმიტომ რომ არსებობს ანტივირუსული წამლები, რომლებიც ორსულობის დროს არის უსაფრთხო და მათი მიღება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაგალითად თავის შეკავება, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვისთვის დასრულდეს სავალალოდ თუ დაინფიცირდა. აი ნინო, სხვადასხვა ასაკზე ვსაუბრობთ და ეს რდის და განვითარების მიხედვით რომ მივყვეთ და განვიხილოთ, აი ჩვილობის ასაკში რა არის გასათვალისწინებელი, უკვე დაბადების შემდეგ ადამიანი რა პერიოდს გადის ჩვილობის ასაკში თვალის პრობლემებთან დაკავშირებით, რა უნდა გაითვალისწინოს მშობლებმა, რომ არ დაზიანდეს მხედველობა. პირველ რიგში მოდით შევეხოთ დღენაკლ ახალშობილებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი იბადება დღენაკლი და
აი მე-20 საუკუნეშიც კი, როდესაც მედიცინა ასეთი განვითარებული არ იყო, როგორც ეხლა არის, ძალიან რთული იყო ამ ბავშვების გადარჩენა და სიკვდილიანობა იყო საკმაოდ მაღალი. ეხლა უკვე ეს ტექნოლოგიები დაიხვეწა, გვაქვს ეს სპეციალური კუვეზები, ნეონატალური განყოფილება და სტაფი არის ძირითადად ძალიან კარგად მომზადებული და ყველას გაგვიგია ალბათ რომ 900 გრამიანი 1 კილოგრამიანი ბავშვები მშვენივრად ვითარდებიან და იზრდებიან, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ კუვეზში ყოფნის დროს ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჟანგბადის მიწოდება, მაგრამ ჟანგბადი წარმოქმნის თავისუფალ რადიკალებს, რომელიც აზიანებს მხედველობას და შეიძლება დააბრმავოს ბავშვი. ამიტომ ეს უკვე პედიატრებმაც იციან, მეანებმაც იციან, როცა ელოდებიან მაგალითად ნაადრევ მშობიარობას ან გაჩნდა ბავშვი ნაადრევად, აუცილებელია ოფთალმოლოგის ჩართულობა და ასევე ამ ჟანგბადის მიწოდების დარეგულირება, რომ თან სასიცოცხლო მაჩვენებლები იყოს შენარჩუნებული და ბავშვი ვითარდებოდეს და ასევე თვალი არ იყოს საფრთხის ქვეშ და ძალიან მნიშვნელოვანია ბადურის შემოწმება, რომ არ ჩამოყალიბდეს დღენაკლთა რეტინოპათია და თუ თქვათ იქ დაიწყო რაღაცა პროცესები, ამის მკურნალობა და შეჩერებაც შესაძლებელია და მთავარია მოხდეს დროული ჩარევა. დიახ, თუ კი კვალიფიციური მედიკოსების და ეს იმედი ვიქონიეთ, რომ ასე ხდება ხოლმე, ხელშია ახალშობილი ამ კუთხით ალბათ პრობლემა არ ემუქრება, თქვათ. ძალიან ბევრმა ეს არ იცოდა, როდესაც ეს ნეონატოლოგია ძალიან იხვეწებოდა და ეს დღენაკლი ბავშვების გადარჩენა უფრო და უფრო ხშირად ხდებოდა და აწვდიდნენ ძალიან ბევრ ჟანგბადს, კი ბავშვები გადარჩებოდნენ ხოლმე, მაგრამ იყო სიბრმავის შემთხვევები და ეს თქვათ მერე მოვიდა ეს ცოდნა, თუმცა ძალიან კარგია, რომ ეხლა უკვე პრაქტიკულად ყველა მიცის ამის შესახებ. გადავიდეთ უკვე იმ ასაკზე, როდესაც ბავშვები ეკრანთან ურთიერთობას იწყებენ და აი მითი თუ რეალობა მოდით, რომ ის რომ ტელეფონი, გაჯეტები აფუჭებს, ეკრანი აფუჭებს თქვათ მხედველობას და აქვეითებს. აი რა ახსნა ამასთან დაკავშირებით? ასე ცალსახად ვერ ვიტყვით ეს მითია თუ რეალობა, იმიტომ რომ არის რაღაცები, რასაც აფუჭებს ეკრანი, თუმცა არც ისეთი არის, რომ თქვათ მხედველობა შეუქცევადად დააზიანოს. მაგალითად მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებში, ვისაც აქვს ახლო მხედველობა, ამ ჯგუფიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ხშირია ახლო მხედველობა ბავშვებში. როდესაც დიდი დატვირთვა არის ახლო მანძილზე, დიდი დატვირთვა ახლო მანძილზე, ყოველთვის ეს იქნება წიგნთან დატვირთვა, თუ ეს იქნება ეკრანთან, ცოტა პროვოცირებას ახლო მხედველობის გაზრდას მაინც აკეთებს. მაგრამ ეკრანთან მუშაობის დროს დრო მარტივად გადის. შეიძლება რაღაცას ვუყურებდეთ ეკრანზე და ვერ ჩამამჩნიოთ საათები როგორ გავა და ეს ბავშვებსაც ეხება. შესაბამისად, როცა ეკრანთან ვარ დიდხანს, ნაკლებს ვახამხამებთ, თვალი უფრო შრება, თვალის გადაძაბვა გადაღლა ხდება და ასევე მაგალითად, როცა თქვა ტელეფონში უყურებს ბავშვი რაღაცას, ხო? ეს პატარა ეკრანი. ერთი რომ პატარა ეკრანია და წვრილი შრიფტია დეტალების გარჩევისთვის უნდა დავიძაბოთ და მეორე მისი ჯდომის მანერა. ანუ ძალიან ხშირად არის ის გამართული, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს წამოწოლილი, შეიძლება იყოს მოხრილი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე არ ვამახვილებთ ყოველმე ყურადღებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მეცადინეობის დროსაც ისევე როგორც ბავშვებს ეხება, ასევე ზრდასრულებს, რომ უნდა ვიჯდეთ გამართულები, ეკრანი უნდა იყოს, ეკრანი ან ჩვენი სამუშაო უნდა იყოს ჩვენი თვალის ზუსტად გასწვრივ და არ უნდა ვიყურებოდეთ მზევიდან ქვევით მაგალითად, არ უნდა ვიყოთ მოხრილი და ძალიან მნიშვნელოვანი იყოს კარგი განათება. ასე უნდა ვიყურებოდეთ? ეკრანს როცა ვუყურებთ, ეკრანი უნდა იყოს ზუსტად აი თქვენი თვალების წინ. ზუსტად აუცილებლად წინ უნდა იყოს, რომ მაგრამ ახლა წიგნს თუ კითხულობთ, წიგნს ესე არ დავიჭერთ. არა, ესე არ დავიჭერთ, თუმცა აი ასეთ ქვევით შორს არ უნდა იყოს წიგნი. საკითხავი მანძილი არის დაახლოებით 40 სანტიმეტრი. კომფორტულად უნდა გვეკავოს წიგნი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ წამოწოლილმა არ წავიკითხოთ მაგალითად. სახლის პირობებში როგორ შევამოწმოთ ჩვენი შვილების მხედველობა? ბავშვობაში, როდესაც ძალიან პატარა არის ბავშვებს, თქვათ არ გვინდა რომ დავსტრესოთ იმით რომ ექიმთან წავიყვანოთ ან ის მშობელს თქვა არა აქ იმის იმედი რომ კითხვების პასუხს გაცემს იქ და მხედველობას შეამოწმებინებს, შეგვიძლია ოთახის ბოლოდან დავიჭიროთ რამე სათამაშო და ვუთხრათ რომ აი ერთი თვალი ავუფაროთ, შემდეგ მეორე თვალი ავუფაროთ და ვნახოთ წინააღმდეგობას ხომ არ იწყებს ბავშვი, იმიტომ რომ მაგალითად თუ თქვათ ერთი თვალი უფრო კარგად ხედავს და მეორე უარესად, კარგად მხედველ თვალს რო ავიფარებთ, აი ცდილობს ხოლმე რომ ეს საფარი მოიშოროს. ასევე ვკითხოთ რომ აი რომელი თვალი ჩანს უფრო კარგად. თუმცა აქვე დავამატებ. თავის ტკივილიც ახასიათებს და დავამატებ რომ ბავშვის მიყვანა ოფთალმოლოგთან ზოგადად შეიძლება ნებისმიერ ასაკში. თუ რამეში ეჭვი გვეპარება, რაღაც არ მოგწონს,
ვთვლით, რომ თვალი არის გადახრილი, ან გაუწილთ და ყოველთვის ჯობია თქვათ ზედმეტად მივიყვანოთ ექიმთან, რომ რამე არ გამოგვეპაროს, ვიდრე არ მივიყვანოთ, იმიტომ რომ თვეების ბავშვის გამოკვლევაც შესაძლებელია, 1 წლის ბავშვის გამოკვლევაც შესაძლებელია და 2 წლისაც, ანუ სანამ არ საუბრობს ობიექტური მონაცემების ფარგლებში. დიახ. აი, რაც შეეხება სტატისტიკას, არის რაღაც ასე ვთქვათ გამორჩეულად დიდი სტატისტიკა იმის შესახებ, რომ მოზარდებში არის განსაკუთრებული პრობლემა მხედველობასთან დაკავშირებით. რა იწვევს მოზარდებში აი ამ დიდ პრობლემას? რაც ქმნის შემდეგ სხვადასხვა პრობლემას და წარმოშობს ალბათ გაგიგიათ თქვენც რომ დაახლოებით 2030 წლისთვის მსოფლიოს თითქმის ნახევარი იქნება ახლომხედველი. ზოგადად ახლომხედველობა ითვლებოდა რომ არის გენეტიკური და გჭირდება მხოლოდ გენეტიკური განწყობა. თუმცა ეხლა ჩვენ ვიცით რომ არსებობს რა თქმა უნდა გენეტიკური წილი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარემო პირობები, რითი არის დაკავებული მოზარდი. ახლო მანძილზე დატვირთვა როგორც გითხარით, ამის პროვოცირებას ახდენს რომ უფრო სწრაფად იზრდება ახლომხედველობა, ან შეიძლება განვითარდეს. თუმცა ყველა წერს დაკითხულობს, მაგრამ ყველა 100-დან 100%-ში ეს არ ხდება. ანუ რაღაც გენეტიკური განწყობა მაინც საჭირო არის. თუმცა მეტი წილი არის გარემო. ის რომ უმეტესობად ატარებს დახურულ სივრცეში დღის უდიდეს მონაკვეთს, ესეც პრობლემაა, იმიტომ რომ დამტკიცებულია სარწმუნოდ კვლევებით, რომ დღის განმავლობაში დაახლოებით 2 საათი მაინც აუცილებელია რომ ბავშვი იყოს მზის სინათლეზე, ანუ გარეთ. გარეთ უკვე ნაკლებად ვართ ყველანი დასრულებიც და ბავშვებიც, უკვე ეზოში თამაშის მაგივრად, უკვე თქვათ კომპიუტერის და სათამაშო მოწყობილობების საშუალებით ემეგობრებიან და ეკონტაქტებიან მეგობრები ერთმანეთს და ნუ ამასაც გვინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ, იმიტომ რომ განათლების გარეშე მაგალითად ბავშვს რა თქმა უნდა ვერ დავტოვებთ, თუმცა აი გართობის მიზნით ჯობია იყოს გარეთ, ვიდრე თქვა შეგნით თუნდაც კომპიუტერს თამაშობდეს ან ტელეფონზე. ძალიან ბევრი მოზარდს სჭირდება, ეხლა ჩვენ ეს თვალსაჩინოა, სათვალე. და ესეთი მითიც არსებობს, რომ თითქოს სათვალე თვალს აზარმაცებს. აი, საიდან წამოვიდა ეს მითი და რამდენად შესაძლებელია, რომ თვალი გააზარმაცოს? სწორად დანიშნული სათვალე თვალს არ გააზარმაცებს. ბავშვთა ასაკში და განსაკუთრებით, როდესაც ნეიროპლასტიურობა არის აქტიური და რას ნიშნავს? როდესაც თვალს და უფრო კონკრეტულად თვალის ფსკერს, ანუ ბადურას, რომელიც არის ტვინის ნაწილი, სულ არის ნერვული ქსოვილი, აქვს დასწავლის უნარი, ამ დროს უნდა მიეწოდებოდეს სწორი და მკაფიო მხედველობითი ინფორმაცია. ამიტომ სადღაც 12-13 წლამდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ეკეთოს სწორი სათვალე. და საიდან წამოვიდა მითი, რომ სათვალე თვალს აზარმაცებს? ალბათ იქიდან, რომ როდესაც ტვინი მიჩვეულია კარგ მხედველობას სათვალით და კომფორტს ძალიან მარტივად ეჩვევა ჩვენი ნერვული სისტემა, სათვალეს რო ვიხსნით, უკვე აღარ მოგწონს უსათვალოდ მხედველობა და ვხდებით სათვალეზე დამოკიდებული. ეს ცუდი არ არის, ეს კარგია, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ და ტვინმა უნდა იცოდეს რა არის კარგი მხედველობა და დავამატებ რატომ. იმიტომ რომ როდესაც ბავშვი იქნება ზრდასრული და მოუნდება სათვალის მოხსნის ოპერაციის გაკეთება, დასვამს ასეთ კითხვას: როგორ დავინახავ ოპერაციის შემდეგ? ოპერაციის შემდეგ დაინახავთ ისე, როგორც ხედავთ საუკეთესო კორექციაში, ანუ ან საუკეთესო მორგებულ სათვალეში, ან საუკეთესო მორგებულ კონტაქტურ ლინზაში. და მსგავსი ოპერაციები საქართველოში ტარდება. საქართველოში დიდი ხანია ტარდება მსგავსი ოპერაციები 1999 წლიდან, ანუ ბატონი მერაბდვალი პირველი, ვინც ამიერკავკასიაში დაიწყო, კი ბატონო. თუმცა მხოლოდ ლაზერულ კორექციაზე არ ვსაუბრობ, ასევე არსებობს ფაკიური ლინზის იმპლანტაცია, რაც ასევე ძალიან კარგი და ეფექტური ოპერაციაა, რომელიც ემსახურება სათვალის მოხსნას, ისევე ეფექტი ისეთივე აქვს, როგორც ლაზერულ კორექციას, თუმცა რადგან ჩვენ ლაზერულ კორექციას ყველას ვერ ვთავაზობთ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ანუ ჩარევას როცა ვაკეთებთ, უნდა იყოს ერთი ეფექტური და მეორე უსაფრთხო, ამიტომ შეგვიძლია ალტერნატივად შევთავაზოთ, ეს არის ფაკიური ლინზა, რომელიც ასევე, რა თქმა უნდა, კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ ამის ჩარევისთვისაც, თუმცა ასევე არის ძალიან ეფექტური და ძალიან უსაფრთხო. თუმცა დავამატებ კიდევ ერთხელ, ვერც ერთი ქირურგიული ჩარევა ვერ მოგცემთ იმ მხედველობას, რისი პოტენციალიც თქვენ თვალს არ აქვს. აი, დასრულების ასაკიც რომ ვახსენოთ, გავითვალისწინოთ, ვთქვათ, რა შემთხვევაშია პრობლემები და აი ბუნებრივად რა ასაკიდან იწყება უკვე, რასაც ვერ აუგზავთ გვერდს, ხო, ვერ აუგზავთ რა გვერდს. თქმა უნდა, ზრდასრულებში ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხედველობითი ჰიგიენა, ასე ვთქვათ, ანუ ის რომ ვიმუშაოთ კარგი განათების პირობებში, დავისვენოთ, ანუ 1 საათში, საათნახევარში მაინც რომ ავდგეთ, გამოვიაროთ ფანჯარაში, შორს გავიხედოთ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები, ვისაც მინუსი არ გვაქვს, ვკითხულობთ თვალში არსებული მინიატურული კუნთების დაძაბვის ხარჯზე, რომ ფოკუსი გაგვისწოროს ახლოს. თვალი ზოგადად როგორც ორგანო შექმნილია ევოლუციურად
შორს მხედველობისთვის. შორს როცა ვიყურებით, მკუნთები ისვენებს. ამიტომ ახლოს მუშაობის შემდეგ დაახლოებით საათნახევარში 2 საათში ერთხელ 5 წუთი მაინც რომ ფანჯარაში ან აივანზე გავიდეთ და შორს გავიხედოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ დამატენიანებელი საშუალებები, მაგალითად დამატენიანებელი წვეთები. მით უმეტეს ვისაც საოფისე სამსახური აქვს და ეკრანთან ატარებს დიდ დროს. მნიშვნელოვანია ასევე ჩივილების, რომელიც გაჩნდება, მაგალითად, მარტივად გვტკივდება თავი, გვეღლება თვალები, მარტივად, თქვა, ერთ გვერდს წავიკითხავთ, აი უკვე აღარ შეგვიძლია. აი ამის მიყურადება არაფრით არ შეიძლება. აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, გავიაროთ გამოკვლევა და თქვა, მივიღოთ რაც რეკომენდაციები. ასევე 40 წლისთვის, რაც ყველაზე ხშირი არის, როცა უკვე ვხედავთ, რომ შორს მშვენიერი მხედველობა გვაქვს, თუმცა ახლოს უკვე ფოკუს ვერ ვასწორებთ, ეს ხდება 42 წლიდან და ხელის შორს გაწევა გვჭირდება წასაკითხად, ხო? ესეც ხანდაზმულობის ასაკზეც რომ გადავიდეთ, აი ესეთი მითი არსებობს, რომ თუ არ ტკივ ადამიანს, თქვა, არ აწუხებს, ტკივილს არ გრძნობს, ესე იგი პრობლემაც არ არის და ექიმთან არ მიდის და ზოგადად ჯერ კიდევ არ არის ის კულტურა, შეიძლება ითქვას ჩვენთან თანადგილი, რომ ნაწილობრივ, ხო, ნამდვილად რაღაცნაირად მე მგონი წინ მივდივართ ამ კუთხითაც, რომ თქვა 6 თვეში ერთხელ თუ წელიწადში ერთხელ მოხდეს შემოწმება ჩვენი მხედველობის თუ სხვა მიმართულებით ჩვენი ჯანმრთელობის. აი რამდენად რა ასაკიდან არის რომ აი მნიშვნელოვანი და საჭირო რომ ადამიანმა იაროს თქვა მხედველობის შესამოწმებლად და აი ხანდაზმულობის ასაკში რას უნდა მიექცეს განსაკუთრებით ყურადღება. ზოგადად რა თქმა უნდა პროფილაქტიკის მიზნით არაფერი რომ არ გვაწუხებდეს წელიწადნახევარში ან ერთ წელიწადში ერთხელ კარგია რომ ოფთალმოლოგს მივაკითხოთ. თუმცა აქვე დავამატებ რომ უმეტესობა ოფთალმოლოგიური დაავადებების უმტკივნეულოდ მიდის. არსებობს ესეთი ცუდი დაავადებები, როგორც არის მაგალითად გლაუკომა, რომელიც ერთი რომ უმტკივნეულოდ მიდის და მეორე კიდევ ძალიან დიდხან შეიძლება ვერ შევამჩნიოთ, იმიტომ რომ ამ დროს მხედველობა იკარგება პერიფერიიდან ცენტრში. ანუ სანამ ცენტრში ცოტა ვხედავთ, შეიძლება არც მივიდეს ექიმთან, ვერც შეამჩნიოს. ამიტომ დაახლოებით იმ ასაკიდან, როცა უკვე გვჭირდება საკითხავი სათვალე, ეს არის 42-45 წელი და მეტი, აუცილებელია რომ მივაკითხოთ ოფთალმოლოგს, ნუ წელიწადში ერთხელ. პერიფერიული მხედველობა იზღუდება, ხო? და მოდის ცენტრში. აი გვირაბისებრი მხედველობა რჩება ბოლოს, ანუ პერიფერიდან გვერდებზე იკარგება მხედველობა და შემდეგ ნელ-ნელა რჩება მხოლოდ ძალიან პატარა მხედველობის მონაკვეთია და გლაუკომის დროს ეს არის შეუქცევადი პროცესი. ანუ რა მხედველობაც იკარგება, ჩვენ ვერაფრით ვერ ვაბრუნებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დროულად აღმოჩენა და როგორც გითხარით, ჩივილები დიდი ხანი შეიძლება არ გაჩნდეს. ამიტომ 45 წლის მერე კარგია რომ მივაკითხოთ ოფთალმოლოგს წელიწადში ერთხელ უბრალოდ პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე. ჩვენი მშობლები მივიყვანოთ, ოჯახის წევრები, ან თანამშრომლები ყველას ასე ვთქვათ, მივცეთ რეკომენდაცია რომ პროფილაქტიკური კვლევები ჩაიტაროს არ მხოლოდ ოფთალმოლოგთან, ზოგადად ისედაც. მით უმეტეს კომორბიდული დაავადებები როცა არის, მაგალითად, როცა პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ როგორც ენდოკრინოლოგთან უნდა გქონდეს ძალიან მჭიდრო კავშირი, ასევე ოფთალმოლოგთან, იმიტომ რომ შეიძლება მხედველობა იყოს 100%, თუმცა უკვე იყოს დაწყებული დიაბეტური ცვლილებები და როცა დიაბეტური ცვლილებები იწყება ბადურაზე, არასდროს აღარ მიდის ეს ცვლილებები უკან, მიდის მხოლოდ წინ და ამიტომ აუცილებელია რომ ჩვენი მიზანი არის შევინარჩუნოთ აი დიაბეტისგან რაც დაზიანდა ის მხედველობა რომ შევინარჩუნოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ წელიწადში ერთხელ მინიმუმ და 6 თვეში ერთხელ უფრო კარგია რომ დიაბეტიანი ადამიანი მივიდეს ოფთალმოლოგთან ჩივილების არარსებობის შემთხვევაშიც კი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს და ჩვენს მაყურებელსაც. ოფთალმოლოგი ნინო დვალი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ელისაბედ დაბულაძე და გეგინე მსიწვერძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ნახვამდის. ყველამდე.